თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა. თავად ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარე სამართლებრივი დავა საფუძველს მოკლებულია და მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ბაჩიაშვილმა ასევე ისაუბრა მის საკანში მომხდარ ინციდენტზეც, რა დროსაც მისი თქმით ფიზიკურად გაუსწორდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავე ცნოდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რეალური ბიზნესი ამდენი სულ არის საკონტროლო და პირადი შურისძიება. პირადი შურისძიება და იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს დასაწყის დროს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მე პირადად ნული მაქვს მთელი საქართველოს მარსაჯულების სისტემის დრო. ქსნის საპრობელი და საკვლავი ჩამოიყვანეს ჯალათი, პირდაპირ გაიგო არის კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუხრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჩნდა და მრავალი კიდე სხვა დაზიანებებმა მიღებული. არც კამერები არ წარმომადგენია ჩვენთვის არავის ჟერჟერობით და არც დაზარალებულად არ მაღიერებს. თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებული არც ერთი კრიტერიუმი დასაბუთებული არ იყო. ბრალდებული კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა და მიმალვა არ უცდია. მიმდინარე პროცესებს ოპოზიციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ეს სატელევიზიო დაჭერები და ანგარიშწორებები, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებები, უბრალოდ ჩემი აზრით ემსახურება ორ მიზანს. ერთი, რომ დაარწმუნოს ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომ ის კორუფცია, რომელმაც უკვე თითოეული რიგითი ადამიანის კი შეაწუხა, ნამდვილად კი აღმოფრვენ და ახლა აღმოაჩინეს და მეორე მხრივ რასაკვირველია შიდა ძალებს შორის დაპირისპირება და ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის წინაშე უპირატესობის მოპოვებაც ალბათ არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს. სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის ემზარ გაგნიძის განცხადებით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს პირადი კავშირების საშუალებით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც 5,600 ამერიკული დოლარი მოითხოვა. სუსში განმარტავენ, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცანავას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განცხადებით ბრალდება აბსურდულია, ამასთანავე ქართული ოცნება როგორც მთავარ მოწინააღმდეგეს ნაციონალურ მოძრაობას ყველა შესაძლო საშუალებით ებრძვის. დაკავებულია პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლც. საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1980 მუხლის მეორე ნაწილის ბ-პუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამას უნდა 6 უნდა ძმო ერთლიანს. ანუ ბინადრობა ერთლიანს 6 უნდა. ეს ყველაზე ცოტა. გავიდეს ფას კითხოს. میگه میخواد بره به هر کی ვისაც უნდა კითხოს. دلار 5 წლიანი 12,000 უხარ. ჩვენ ველით ნებისმიერი სახის პროვოკაციას, მათ შორის დაკავებებს, ასე შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წევრების და ლიდერშიპის მიმართ. ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ ვარკვევთ ზუსტად რა ვითარებაში მოხდა ლაშა ცანავას დაკავება და რა არის ის ბრალი, რასაც მას უყენებენ. შეუძლებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონდეს ჩვენი ნდობა და ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. ამ დროისთვის საარჩევნო პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას გეგმავენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. პარტია ლელო ძლიერ საქართველოში აცხადებენ, რომ არჩევნებს ქართული ოცნების დასუსტებისთვის გამოიყენებენ. მათივე თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ იმასაც, რომ
საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ქართული ოცნება მერობის კანდიდატად კახა კალაძეს 31 ივლისს წარადგენს. კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს უკვე მესამედი დღის. აზრი არ აქვს რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას, რაც უნდა, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, არ არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შესაბამისად, იმ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, სადაც წინასწარ შეიძლება შედეგი იყოს ცნობილი და არის ცნობილი, ანუ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, რეალურად ყველანაირ აზრს არის მოკლებული და არაერთხელ სამწუხაროდ იმ გზამ, რომელიც გზითაც წავიდა ოპოზიციური პარტიის ნაწილი, როდესაც თავიდან აცხადებდნენ ბოიკოტს და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ არჩევნების ბოიკოტირებაში და ახლა ბოლო წუთს, როდესაც ძალიან დრო დარჩა არჩევნებამდე უცებ გადაწყვეტეს მონაწილეობა, ამ გზით ქართული ოცნების დამარცხება სამწუხაროდ დიდი ალბათობით არ მოხდება. ეს იქნებოდა შესაძლებელი მაშინ, როდესაც ჩვენ გირჩი ვლაპარაკობდით ჯერ კიდევ იანვარში, თებერვალში, რომ ძალების გაერთიანება და ერთიანი ნეიტრალური, პოლიტიკურად ნეიტრალური არაპოლიტიკოსი კანდიდატების შერჩევა გადამწყვეტ ქალაქებში მომხდარიყო ერთობლივი ძალებით, ოპოზიციის გაერთიანებით. დღეს უბრალოდ ძალიან ნათელია, რომ გახარიას და ლელოს გაერთიანება რაიმე ფორმით და მათ შორის აქვს კომპრომისული გაერთიანების მიღწევა, მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ ბოიკოტში დარჩენილი სხვა პარტიების ხმები გადაინაწილონ და თვითონ თავის პარტიები გააძლიერონ. ჩვენ ლელოძლიერი საქართველო ვიღებთ მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ გაფორმებული გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობის მემორანდუმი სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც არის გახარია საქართველოსთვის. ეს გულისხმობს პირველ რიგში ჩვენ შორის კონკურენციის აღმოფხვრას და აუცილებლად, როგორც თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველ ქალაქებში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატთან შეჯერებულ პოზიციებს. ანუ ჩვენ ერთმანეთის კონკურენციაში არ შევალთ. თავარი მიზანი ჩვენი მუშაობის არის ის, რომ შევამციროთ ქართული ოცნების დიდი რაოდენობის ამომრჩეველი, რომელიც დღესდღეობით ყავს მათ და ისინი ამას არ იმსახურებენ. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარს არ დავიწყებ, არც დაგეთანხმებით და არც უარყოფ. ეხლა არის სამუშაო პროცესი, ჩვენ გვაქვს ამისთვის ვადა მიღებული 4 სექტემბრამდე. რა თქმა უნდა, მოცემულ ვადაში ჩვენ გავასაჯაროებთ ყველა კანდიდატურას და ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპარლამენტის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაღალბდა. ცესკოში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს, წინა საარჩევნო პერიოდში კი ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა. საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობადაც იქნეს მიჩნეული. ცესკოში განმარტავენ, რომ გავრცელებული განცხადება არაობიექტურია და ფაქტების გარეშე. აღქმების საფუძველზეა გაკეთებული. ოპოზიციაში არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ქართული ოცნება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს. პარტია გირჩი აცხადებენ, რომ ევროკავშირის პოზიცია ახალი არ არის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის აღშფოთება გაუგებარია. ცოტა გაუგებარია ცესკომ დღეს რატომ გააკეთა ამაზე რეაქცია, ცოტა დაგვიანებით განცხადება არ არის ახალი, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რამდენიმე კვირის წინაც გავრცელდა, ევროკავშირსაც არაფერი ახალი არ უთქვამს. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს, რომ დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელიც ჰქონდათ არჩეული და განახორციელონ ძირეული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი წარმატებისთვის. სამწუხაროდ ამ გზას საქართველოს ხელისუფლებამ ნამდვილად გადაუხვია. ცესკომ ალბათ უბრალოდ ისარგებლა მომენტით, ან დიდი ხანი დაჭირათ განცხადების დასაწერად და დღეს ამას უკავშირდება მათი განცხადების გავრცელება. ასევე ცოტა ღიმილის მომგვრელია უდანაშაულობის პრეზუმპციაზე აპელირება, რომელიც ცესკოს ნამდვილად არ მიემართება როგორც უფლება. ცესკოს წარმომადგენლები, რომელთა ნაწილიც სანქცირებულია, უნდა შეეგუოს იმ ბედს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 26 ოქტომბერს არ დარჩება დაუშელი არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ევროპარლამენტის განცხადებები არის აბსოლუტურად სწორი, მით უმეტეს ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც სანამ საქართველოში არ ჩატარდება სამართლიანი თავისუფალი არჩევნები, საქართველოს არსებულ ხელისუფლებას არავითარი ლეგიტიმაცია არ ექნება. პროკურატურა, ცესკო, სასამართლო და სუსი არის ის მთავარი რგოლები, რომელთა მეშვეობითაც
ქართულმა ოცნებამ მიიტაცა სწორედ საპარლამენტო არჩევნები და ქართველი ხალხის ნება, ხოლო CSKO-ს მხრიდან ევროპარლამენტის დადანაშაულება არაობიექტურობაში არის სწორედ იმ ანტიდასავლური განწყობების წახალისება, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში სწორხაზოვნად ახორციელებს რუსული რეჟიმი. ევროპარლამენტარების მხრიდან არის ძალიან ადეკვატურად დანახული საქართველოში არსებული მდგომარეობა. მაშინ 24 წლის არჩევნების შემდეგ შეფასდა ეს არჩევნები და მაშინვე ითქვა, რომ უმძიმე სისტემური დარღვევების ფონზე განხორციელდა ეს არჩევნები. შესაბამისად ისინი აკეთებენ განცხადებებს იმ არჩევნებზე დაყრდნობით, რა არჩევნებიც ჩატარდა და ნახეს. ასევე ჩვენ ხედავთ, რომ აქ დამკვირვებლების საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევაც არ ხდება თვითმმართველობის არჩევნებზე.